გამარჯობა, ჩემი სახელია ლანა და დღეს გისაუბრებით პასტებზე და გავარკვევთ თუ რა არის RDA ინდექსი. ალბათ პასტის არჩევისაც ხშირად შეგემჩნევიათ რაღაც უცნაური, გაუგებარი ლათინური წარწერები, მაგალითად ჰიდატირებული სილიკა, ან კალციუმის კარბონატი და გაგვირვებიათ, რისთვის უნდა გამოვიყენო ეს, ან რატო აქვს პასტის შემადგენლობას. ეს არის აბრაზიული კომპონენტები, რომელიც პასტის დაახლოებით 40-50% შეიცავს და სწორედ მისი ნაწილაკების სიმკვრივე და ზომა განსაზღვრავს თუ რამდენად ეფექტურად მოაშურებს მინაგრიდან პიგმენტურ ლაქებსა და ნატებს. ეს მიკროელემენტები განისაზღვრება სპეციალური ინდექსით, რომელსაც RDA ინდექსი ეწოდება და თითოეული პასტისთვის ინდივიდუალურია. როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი აბრაზიული პასტა? მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აწუხებს სენსიბილიზაცია, გრძნობელობა ცივზე, ტკბილზე, ან თუნდაც უბრალოდ ჰაერზე, მაგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შევარჩიოთ დაბალაბრაზიული პასტა. მაგალითად, ამ დროს RDA ინდექსი შეიძლება იყოს 0-დან 70-მდე, რაც იდეალური იქნება როგორც თქვენი კბილებისთვის, ასევე სენსიბილიზაციასაც შეგიმცირებთ და არც მატრაუმირებელი იქნება. ყველაზე უსაფრთხო იქნება ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება იმ შემთხვევაში, როდესაც არაფერი არ გვაწუხებს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ნორმალური პასტები, აბრაზულობის მქონე პასტები გამოვიყენოთ. ამ დროს ვაკვირდებით, რომ RDA ინდექსი იყოს დაახლოებით 71-დან 100-მდე და ყოველდღიურ მოხმარებაში შეგვაქვს ეს პასტა. რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც არაფერი არ გვაწუხებს, თუმცა გვინდა რომ ჩვენი ღიმილი შედარებით უფრო ქათქათა იყოს, ვიყენებთ გამათეთრებელ პასტებს. გამათეთრებელ პასტებში RDA ინდექსი დაახლოებით 100-დან 150-მდეა. თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად ის ფაქტორი, რომ რაც უფრო აბრაზიულია პასტა, მით უფრო დამაზიანებელია ჩვენი მინაგრისთვის. ამიტომ მათი გამოყენება ხშირად არ შეიძლება. ვიყენებთ დაახლოებით 1-2 კვირის განმავლობაში და შემდეგ გადავდივართ ნორმალური აბრაზიულობის მქონე პასტაზე. რაც შეეხება 150+ მქონე RDA ინდექსს, ის ინიშნება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ბავშვებში სიტუაცია შედარებით უფრო მარტივად გვაქვს. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში აბრაზიულობა საერთოდ არ უნდა იყოს, ამიტომ მშობლებო, აუცილებლად ვაკვირდებით, რომ RDA ინდექსი ამ შემთხვევაში 0-ის ტოლი იყოს. რაც შეეხება 2 წლის ზემოთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ მცირედი აბრაზიულობის მქონე პასტები, მაგალითად, როდესაც RDA ინდექსი არის 20-მდე. ასე რომ გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეული პასტა თქვენ ჯანსაღი ღიმილის საწინდარია და შეარჩიეთ ის სწორად თქვენთვის შესაბამისად.